ხდება თუ არა საქართველოში ისრაელური ინვესტიციების მიზანმიმართული შევიწროება. ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს ებრაელმა ინვესტორებმა საგანგებო წერილით მიმართეს და ვითარებაში გარღვევა სთხოვეს. პრემიერისადმი გაგზავნილ წერილში მიმართვის ავტორები სადაზღვევო კომპანია არქიმედე გლობალ ჯორჯიაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობენ და იქ დროებითი მმართველის დანიშვნას უარყოფითად აფასებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით ევესამთან კომენტარს აკეთებს ჯანდაცვის მინისტრი. დავით სერგეენკოს განცხადებით წერილი შინაარსი მათთვის ცნობილია. არანაირი დრამატიზმი ამ თემაში არ არის, ისევე როგორც დროებითი მმართველის აქტივობაში, რომელიც ფუნქციაც არის ერთადერთი, რომ უფრო ეფექტური გახადოს თანხების მობილიზება და ფინანსური გამოცოცხლება. არქიმედე გლობალ ჯორჯიაში დროებითი მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილება დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურმა მიიღო. სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა ნიკოლაძის ინფორმაციით კომპანიების შემოწმების შედეგად ყველაზე დიდი ფინანსური დავალიანება სწორედ არქიმედეს აღმოაჩნდა. მისი თქმით, კომპანიამ საკუთარი ძალებით ვერ მოახერხა პრობლემის მოგვარება, რის შემდეგაც ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილებით დროებითი მმართველი დაინიშნა. არქიმედეს ჰქონდა მნიშვნელოვნად დარღვეული ფინანსური პარამეტრები, როგორც მოგახსენეთ, სხვა კომპანიებში ანალოგიური სურათი არ გვაქვს. იქ უმნიშვნელო ხარვეზები იყო, რაზედაც წერილობითი გაფრთხილება მიეცა. ველოდებით არქიმედეს მხრიდან, ინვესტორის მხრიდანაც გარკვეულ ჩარებებს, რომ უახლოეს პერიოდში განხორციელდეს ფინანსური პარამეტრის გამოსწორება და იძულებითი ადმინისტრაცია შეწყდეს. სადაზღვევო კომპანიაში დროებითი მმართველის შემოსვლის კომენტირებისას კომპანიის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ისინი ზედამხედველობის სამსახურთან აქტიურად თანამშრომლობენ და მზად არიან ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მათ დახმარება გაუწიონ. კომპანიის მფლობელების მიერ პრემიერისადმი გაგზავნილ წერილზე კი კომენტარის გაკეთება უჭირს. დროებითი მმართველი არის გამოგზავნილი იმისთვის, რომ გაუმჯობესოს კომპანიაში სიტუაცია, თუმცა ამაზე კომენტარის გაკეთებას ალბათ შეგვიძლია თვალსაჩინო შევისწავლოთ ბოლომდე თავიდან ბოლომდე საქმის სიტუაციას. კომპანიაში არსებული ფინანსური პრობლემებისა და დროებითი მმართველის შესვლის მიუხედავად არქიმედე გლობალ ჯორჯია მუშაობას და კლიენტების მომსახურებას განაგრძობს.